ამ ხელისუფლებას ურჩევნია ყოველთვის მის მიმართ პრეტენზია, რომელიც ჟღერდება, იყოს მაქსიმალურად ზოგადი, ბუნდოვანი და აბსტრაქტული და არა კონკრეტული. იმიტომ კონკრეტიკა გულისხმობს განძრევას. აი მაგალითად, რას გულისხმობ? აი ხალხი აპროტესტებს, რატომ არ ვიბრუნებთ აფხაზეთს? ან რატომ არ შევდივართ ნატოში? კი, მნიშვნელოვანია ეს ორივე საკითხი, ხო? მაგრამ ამ თემაზე პასუხის გაცემა არის მარტივი. აფხაზეთს ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ. აგერ რეინტეგრაციის სამინისტრო ყავს, ცალკე მთავრობა ყავს, ცალკე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ველაპარაკებით, აფხაზი ოსები ჩვენი ძმები არიან. აი ძალიან ბევრ სადღეგრძელო სიტყვი იმისთვის, რომ რაღაცა პასუხი გასცე ადამიანებზე, ცოტა ხანი მაინც გააჩუმო. მაგრამ გამბაჟება რატო გამიძვირე მანქანებზე? პროდუქტებზე ფასები რატოა მაღალი? ჯანდაცვა რატო არ არის ხელმისაწვდომი? ამაზე შენ აბსტრაქტულ პასუხს ვერ გასცემ. ამაზე შენ ვერ გასცემ, რომ იცი ახლა ჩვენ სამინისტრო შევქმენით. მიუხედავად იმისა, რომ ცდელობა აქვთ, აი ჩვენ კომისია შევქმენით. ეგ კომისია შევქმენით არის, აი მე რას ვთქვი, რომ აფხაზეთს აუცილებლად დავიბრუნებთ, ოსი აფხაზი ძმები და ტრალალა და სადღეგრძელო. ამიტომ ყოველთვის უნდა მივაწვე ჩვენ ამ სოციალურ თემებს. სოციალური თემები არის კონკრეტიკა. აი კონკრეტულად წამალი რატო არ არის, პროდუქტი რატო არ არის, უმუშევრობა რატომ არის? ასეთ თემებზე შენ სადღეგრძელოს ვერ უპასუხებ.